თითოეულობა და დაბალი ტემპერატურა საქართველოში ქვეყნის რეგიონებში უხმან-ალექმა მნიშვნელოვანი პრობლემები შექმნა. ქალაქ ფოთში 2 დღით შეჩერებულია სააღმრთელო პროცესი. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო საჯარო სკოლებში ხვალ არც მოსწავლეები მივლენ. განსაკუთრებით რთულია ვითარება გურიაში, სადაც თითოეულობას უკვე 3 დღეა ებრძვიან. საავტომობილო გზის ზოგიერთ მონაკვეთზე ტრანსპორტით გადაადგილება შეუძლებელია, მოგლეჯილია ხეები, ჩახერგილია გზები. რამდენიმე სოფელს არ მიეწოდება გაზი, ელექტროენერგია და ინტერნეტი. საგანგებო რეჟიმზეა გადასული ყველა შესაბამისი სამსახური. გურიაში ამ დრომდე თავს. თეა აფსარიძეს ჩავრთავთ ახლა პირდაპირ ეთერში. თეა, რა ვითარება ახლა რეგიონში და რასაც ხადებენ ადგილობრივ ხელისუფლებაში? თითოეულობამ განსაკუთრებული პრობლემები შექმნა. გურიაში ჩახერგილია გზები, მოგლეჯილია ხეები, გადაკეტილია ბევრ ლოკაციაზე გზა და შეზღუდულია ტრანსპორტის მიმოსვლა. გურიის ბევრ სოფელში ამ დრომდე არ არის ელექტროენერგია, მოსახლეობას არ მიეწოდება ასევე გაზი, ინტერნეტი. ხელისუფლების ინფორმაციით უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს გზების გაწმენდითი სამუშაოები, ცენტრალური გზების გაწმენდა ხდება სპეციალური ტექნიკის გამოყენებით, ხოლო შიდა გზებზე იყრება ტექნიკური მარილი. მიუხედავად ამისა, გურიაში დღეს ბევრი სოფელია დარჩენილი, სადაც გზები ამ დრომდე არ გაწმენდილა და მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ჩვენ დღეს განმავლობაში ვცდილობდით გურიის სოფლებში გადაადგილებას, თუმცა ხშირ შემთხვევაში ამას ვერ ვახერხებდით. გზა სამართალდამცავებს ჰქონდათ გადაკეტილი და გურჩევდნენ თავის შეკავებას ჩვენივე უსაფრთხოების გამო. როგორც უკვე გითხარით, ელექტროენერგიის პრობლემა ამ დრომდე აქტუალურია გურიაში. ჩვენ ვხედავდით, რომ ენერგოპროჯორჯიას ბრიგადები დღეს უწყვეტ რეჟიმში მუშაობდნენ, თუმცა პრობლემის აღმოფხვრა ამ დრომდე ვერ ხერხდება. გურიაში, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, საგანგებო რეჟიმში მუშაობენ სამსახურები, მაგრამ ამ დრომდე გურიაში გზები სრულად არ გაწმენდილა. თითოეულობამ პრობლემები შექმნა დღეს საქართველოს სხვა რეგიონებშიც, უფრო ცლად ამის შესახებ ჩვენი სიუჟეტიდან შეიტყობთ. უამინდობამ და თითოეულობამ საქართველოს რამდენიმე რეგიონში პრობლემები შექმნა. განსაკუთრებით რთულია ვითარება გურიაში. საავტომობილო გზის ზოგიერთ მონაკვეთზე ტრანსპორტით გადაადგილება შეუძლებელია. მოგლეჯილია ხეები, ჩახერგილია გზები. რამდენიმე სოფელს არ მიეწოდება გაზი, ელექტროენერგია და ინტერნეტი. უხმნალექს ებრძვიან ურეგშიც, სადაც თოვლის საფარმა 80 სანტიმეტრს გადააჭარბა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით რეგიონის მასშტაბით მობილიზებული არიან გაზმომარაგებისა და ენერგოპროჯორჯიას ჯგუფები. საგანგებო რეჟიმზეა გადასული ყველა შესაბამისი სამსახური. იწმინდება მთავარი გზები. შიდა გზებზე კი იყრება ტექნიკური მარილი. დაწყვიტა ყველაფერი, ხეები წააქცია. ინტერნეტი არა და შუქი არა. მანქანები ვერ გამოყავს, მაგრამ დღეს ახლა მანქანას გამოყენა ვის უჭირს. ისედაც დიდია თოვლი ძალიან. ხედავ ხეები რამდენია წაქცეული და ტეხილი. ხაზებია გაწყვეტილი. შუქი არ გვაქვს, გადაადგილების პრობლემა. ბავშვი მყავს ცუდად, ვერ წავიყვანეთ საავადმყოფოში, გადაიკეტა. ინტერნეტიდან დაკავშირების პრობლემა და შუქიც რო არ არის, ტელეფონების სამზარია გათიშულია. საღამოს მონაცემებით ფაქტობრივად თითქმის ყველა სოფელთან მისასვლელი გზა იყო გაწმენდილი, მაგრამ გუშინ ღამით მოსულმა უხმან-ალექმა კვლავ შექმნა საკმაოდ სერიოზული პრობლემები და დღეს მდგომარეობით გვაქვს სოფლები, სადაც ჯერჯერობით მისვლა ვერ ხერხდება. მაგრამ ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში და ეფექტურად მოხდეს ყველა პრობლემის დაძლევა. უხვინალექის გამო მუნიციპალური სამსახურების საგანგებო რეჟიმში მუშაობენ აჭარაში. ბათუმის ქუჩებში 40 ერთეული სპეციალური ტექნიკა და მუნიციპალური სამსახურის 500-მდე თანამშრომელი მუშაობს. იწმინდება ქუჩები და ზღვაში გასავლელი არხები. სტიქიამ დააზიანა 80-მდე ხემცენარე, რაზეც მერიის ინფორმაციით გამწვანების სამსახური შესაბამის რეაგირებას ახდენს. გარკვეული შეზღუდვებია ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით. ბუნებრივი აირის მიწოდება კი უკვე აღდგენილია. ცენტრალური წყალსადენი მილის დაზიანების გამო მოქალაქეთა ნაწილს წყალი შეფერხებით მიეწოდებოდა, თუმცა როგორც ირკვევა, პრობლემა უკვე მოგვარდა. ქალაქში ამ დროისთვის შეუფერხებლად გადაადგილდება მუნიციპალური ტრანსპორტი. იყო რიგი შეზღუდვები და გამოწვევები ენერგო მიმართულებითაც ბუნებრივი აირი უშინდელი დღის მონაცემებით სულად არის აღდგენილი 18000 აბონენტამდე არ მიეწოდებოდა წყალი მაგისტრალური წყალსადენის დაზიანების გამო და დღის მდგომარეობით უკვე დილიდან აღდგენილია მაქსიმალურად წყლის მიწოდება.
ქობულეთში დილიდან განახლდა და იწმინდება ცენტრალური და შიდა სასოფლო გზები. რიგ სოფლებში პრობლემები რჩება ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. იგივე მდგომარეობაა გაზმომარაგების კუთხითაც ამ ეტაპზე ბუნებრივი აირი 400-მდე აბონენტს არ მიეწოდება. ქალაქში მრავალწლოვანი ნარგავები იწმინდება თოვლის საფარისგან და სუფთავდება ქვეითთა სავალი ნაწილები. ცენტრალური მონაკვეთები გაწმენდილი არის და დარჩენილი ნაწილი იწმინდება და შესაბამისად ეტაპობრივად გადავალთ შიდა სასოფლო ჩიხებში, რომ გავწმინდოთ და ჩვენს მოსახლეობას არ კონდეს დისკომფორტი. ინტენსიურად იწმინდება გზები და ტროტუარები ფოთშიც. მოსალოდნელი უამინდობის გამო ორშაბათსა და სამშაბათს ფოთის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი დროებით შეჩერდება. ფოთში უჩვეულო თითოეულობა გვაქვს, ამას გარკვეული პრობლემები შექმნა, თუმცა მერიის სამსახურები ინტენსიურად მუშაობენ გზების, ტროტუარების გასაწმენდად, ასევე აქციული ხეებისგან გზის სავალი ნაწილის გასაწმენდად. სამწუხაროდ იყო რამოდენიმე შემთხვევა ავტომობილის მიერ განათების ბოძების დაზიანების, ასევე მინდა მოუწოდო მოსახლეობას, რომ მიუხედავად იმისა, მესმის ყველას უხარია ეს უჩვეულო მოვლენა ქალაქისთვის, თუმცა ფრთხილად გადავადგილდით. მეოთხე დღეა შეზღუდულია მოძრაობა ვაზიანი-გომბორი თელავის საავტომობილო გზაზე. გზის ამ მონაკვეთზე გადაადგილება დაშვებულია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილებით. ადგილზე ვითარებას საპატრულო ეკიპაჟები აკონტროლებენ. თელავის მუნიციპალიტეტში თოვლის გამო მუნიციპალურმა ტრანსპორტმა მუშაობა დღეს დილიდან ისევ შეაჩერა. როგორც ადგილობრივ მერიაში აცხადებენ კონკრეტულად როდის აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა. ეს მეტეოროლოგიურ პირობებზეა დამოკიდებული. ამ ეტაპზე ამ დროისათვის მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდულია მგზავრთა უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ვინაიდან დაბალი ტემპერატურის ყინვის გამო არ არის უსაფრთხოდ გადაადგილება მიზანშეწონილი. უამინდობის გამო გაუქმდა მატარებლის რამდენიმე რეისი. კერძოდ დღეს არ შესრულდება ქუთაისი-ბათუმის ქუთაისის საღამოს რეისი. 24 თებერვალს უქმდება ოზურგეთი-თბილისი, ბათუმი-ოზურგეთი, რიონი-ქუთაისი, რიონის რეისები. რკინიგზა შეფერხებით იმუშავებს 25 თებერვალსაც. ამ დრომდე მოძრაობის სპეციალური რეჟიმებია დაწესებული საავტომობილო გზების სხვა ცალკეულ მონაკვეთებზეც. ზვავ საშიშროების ინტენსიური თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო. ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია გუდაური კობის, ნიჭბისი დიდგორი დიდი თონეთის, უშგული ლასტილი და მელე ლასტილის მონაკვეთებზე. ინტენსიური თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო შეზღუდვები მოქმედებს კოდა ფარცხისი, მანგლისი, წალკა ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე. საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია ლანჩხუთი გრიგოლეთის საავტომობილო გზაზე, ასევე გრიგოლეთის სარფის მონაკვეთზე. იგივე შეზღუდვები მოქმედებს ნაქერალას უღელტეხილზეც. შეზღუდვები არის კობი გუდაურის მონაკვეთზე, სადაც ზვავ საშიშროებიდან გამომდინარე აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. დილით მოხდა დათვალიერება საზღვაო უბნების, გაიცა რეკომენდაცია სამუშაოების წარმოება. ძირითადად დაწესებული არის მისამელიანი და ნახევრად მისამელიანი ავტოტრანსპორტის შეზღუდვა, ესეც საუღელტეხილო მონაკვეთებზე და მაღალმთიან რეგიონებში. რთული მდგომარეობა იყო აჭარისა და გურიის რეგიონში. სინოპტიკოსები 6 ბალიან შტორმს ელოდებიან ბათუმში, სადაც დღის მეორე ნახევრიდან ქარის გაძლიერებაა ნავარაუდები. მოსალოდნელია ტემპერატურის ვარდნა როგორც მაღალმთიან, ისე დაბლობ რაიონებში. აღმოსავლეთის ზოგიერთ რაიონში დღეს ისევ თოვს ელოდებიან. თოვლია ნავარაუდები დედაქალაქშიც. დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში გვაქვს თოვლი. განსაკუთრებით სანაპირო ზოლზე არის ძლიერი თოვა და ქარიც უნდა გაძლიერდეს დღის მეორე ნახევრიდან. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით ქვეყნის მასშტაბით უხვი ნალექი კიდევ რამდენიმე დღის მანძილზე შენარჩუნდება. დღეს უჩვეულო თითოეულობა იყო ფოთშიც, სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ, იწმინდებოდა გზები, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება და ხვალ ასევე ზეგ სააღმზრდელო პროცესი შეჩერდება საბავშვო ბაღებში, ასევე ხვალ სწავლის პროცესი გაუქმდა საჯარო სკოლებში. სინოპტიკოსების ცნობით გურიაში, ასევე ფოთში ძლიერი თოვა უახლოესი დღეების განმავლობაშიც გაგრძელდება. გურიიდან პირდაპირ ეთერში თეა აფსარიძე საუბრობდა.